მე შტაბ-ეჭდილებამ რჩება, რომ ამ ხელისუფლებას აქვს პრინციპი ცახუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამდე, ხო? აი უყურე ის რაც გააკეთეს, ეს არც ერთ კანონში არ ჯდება. არც ერთ აი კონსტიტუციას რო თავი დავანებოთ, არ ჯდება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში. არ ჯდება არანაირ მაშინ რა ქვია საკანონმდებლო ნორმატივებსა და აქტებში. ანუ ეს იყო რომ მე მომინდა და გავაკეთე. ასეთი რამე არის წარმოუდგენელი. ეს პირდაპირ აი თქვენ რომ პირდაპირ აი პროკურატურას რო არ მიგემართა და პირდაპირ სტრასბურგში წასულიყავით. ჩათვალე რომ აი სასტრასბურგეს საქმე. ერთშვენიერ დღეს აი ესეთი ხელისუფლების ასეთი პოლიტიკით ქართული მედია მოკვდება, იქნება მხოლოდ სახელისუფლებო მედია და აი ჩრდილოეთ კორეის წამყვანი კი იცის შეეც და კი იცის ჩვენმა მაყურებელმა ეს ცნობილი ქალბატონი იმას დაემსგავსება ქართული მედია მერე და სახელისუფლებო მედია და იქნება ხოტბა დიდება. ამათ კრიტიკული აზრის მოსმენა არ უნდათ, არ აინტერესებს და არ ჭირდებათ. ამაშია უბედურება და ამიტომ კლავენ ქართულ მედიას. მედიის სიკვდილი ნიშნავს სახელმწიფოს სიკვდილს. ჩვენ ვართ მეოთხე ხელისუფლება. ქართულ ჩვენ მთავრობას რატომღაც ამის გაგება და ამის გააზრება არ ჭირდება და არ უნდა. და როდესაც თავისუფალი მედია მოკვდება სახელმწიფოს. ჩვენ დავემსგავსებით საბჭოთა კავშირს, საბჭოთა კავშირში გავიზარდე, დავიბადე და გავიზარდე მე და აღარ მინდა იმ საბჭოთა კავშირში მობრუნება. მაგრამ რეალობა ეს არის, შორენა, სამწუხაროდ აი ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თქვენ ტელევიზია სხვათა შორის წინა ხელისუფლება ზუსტად ესე ექცეოდა. ეს ხელისუფლება ზუსტად ესე ექცა. ამაშია უბედურება. იმიტომ რომ არც იმათ უნდოდა თავისუფალი მედია და არც იმათ კიდე რაღაცაზე დაელაპარაკებოდი ევროკავშირი და რაღაცა მე მახსოვს ეს რა ქვია თქვენ ტელევიზიას პრობლემები რო ქონდათ მივიტანეთ თქვენი кейსი მაშინ რა ქვია ევროსტრუქტურებში და ევროსტრუქტურებმა რო განიხილეს და უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას რომ არ შეიძლება ესეთ რაღაც გაკეთება იმათმა ასე თუ ისე გაიაზრეს და შეარბილეს ის სისულელები რასაც აკეთებენ ამათ ამის ლიმიტი აღარ აქვს ამაშია სხვაობა და ამაშია უბედურება ემშვენიერ დღეს გავიღვიძებ ჩრდილოეთ კორეაში. ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა. ხელისუფლებასა და მედიის ჭიდილი უსამართლობა ამ უსამართლო ჭიდილი ვინ იმარჯვებს საბოლოოდ? აი საბოლოოდ მედია იმარჯვებს, შორენა არ არსებობს. აი ისტორიის მანძილზე არ მინახავს არც ერთი შერკინება მედიის და ხელისუფლების, რომელიც მედიის გამარჯვებით არ დასრულებული იყოს. აი ამის გარანტიას ნამდვილად მივცემ ჩვენ ძვირფას ხელისუფლებას. თრიალეთის თანამშრომლებს ვეთყოდი რომ გაუძელით მე ყოველ შემთხვევაში თქვენ გვერდითა ვართ რაც შემიძლია, სადაც შემიძლია ხმა მივაწყინო აკაურ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენ ტელევიზიას საშუალება გქონდეს თავისუფლად ყოველგვარი ინკასოების, შიშის და უბედურების გარეშე თავიანთ მაყურებელს მოუყვენის, რასაც ისინი ხედავენ და რაც არის რეალობა და არა ის პრეს-რელიზები, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწვდის ზოგ-ზოგიათ თავიანთ ტელევიზიას. ჩვენ მედია არავისტი არა ვართ. ჩვენ ჟურნალისტები არავისტები არა ვართ. ჩვენ ვხედავთ ყველაფერს ყვებით ამ დანახულს. ეს არის ჩვენი ვალი და მოვალეობა. ამიტომ ვარ მეოთხე ხელისუფლება. გამძლეობას, თანადგომას და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მაგრები ხართ და ძალიან კარგები ხართ.